საქართველოში მასიური რელიგიური ფონი ისეთია, ჩვენ რომ გადავხედოთ, რომ მასიურად ხალხი არის რელიგიური მოსახლეობა და ამ რელიგიურობას მოსახლეობა ხედავს სულ საგნებში. აი მაგალითად ეგრეთ წოდებული წმინდა ტაძრები, ეგრეთ წოდებული წმინდა ხატები. მოსახლეობა აი ასე ახიქონს, უმრავლესობაზეა ლაპარაკი, რომ აი არსებობს წმინდა ტაძრები, არსებობს წმინდა ხატები, არსებობს წმინდა სანთელი, არსებობს წმინდა მირონი, არსებობს წმინდა საკმეველი, არსებობს წმინდა საკურთხეველი და სულ მუდამ აი თავიანთი თავის გარეთ არის გატანილი ეს სიწმინდე. და ამ დროს იგივე მოსახლეობა თავის თავს ეძახის ცოდვილებს, რომ ჩვენ ცოდვილები ვართო და წმინდაო, ჩვენ კი არა ვართო, არამედ არისო ეს ხატიაო, წმინდა სანთელიო, მირონიო, საკმეველიო, ტაძარიო, საკურთხეველიო და ჩვენ ცოდვილები ვართო. ამ დროს ღმერთი პირიქით გვასწავლის ჩვენ, პირიქით ესე იგი. ღმერთი ამბობს, რომ წმინდები იყავითო, როგორც წმინდა ვარ მეო. აი ამას გვასწავლის ღმერთი თავისი ბიბლიის მეშვეობით, რომ ჩვენ სიწმინდე სადღაც გარეთ კი არ უნდა გავიტანოთ, ასე ვთქვათ, არამედ ჩვენში უნდა შემოვიტანოთ. და ამ შემთხვევაში ადამიანი ამას ვერ მოახერხებდა თავისით და ამიტომაც უფალმა იესომ თავისი სისხლი დაღვარა, თავისი სისხლი დაღვარა იმისათვის, რომ ცოდვისგან განვეწმინდეთ. თავისი თავი, თავისი სხეული შესწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. ამისი წინასახეების სამასწავლებლო ხასიათის რიტუალები ჩაწერილია მოსეს რჯულში და ეს მოსეს რჯული ამიტომაც იყო აღმზრდელი, როგორც ამას თვითონ ბიბლიაც ამბობს, აღმზრდელი და მიმყვანებელი იესო ქრისტემდე. აი ეს ძველ აღთქმაში მოსეს რჯულში იყო ჩაწერილი სხვადასხვა ცხოველთა შესაწირავები, რომ ცხოველზე გადადიოდა ადამიანის ცოდვები, ეს ცხოველი ტვირთულობდა. აი ეს იყო წინასახე სწორედ იმისა, რომ იესო ქრისტემ თავის თავზე ჩვენი ცოდვები იტვირთა, იმიტომ რომ ადამიანს თვითონ არ შეეძლო ცოდვისგან განთავისუფლება და წმინდანად ყოფნა, წმინდანად გახდომა. ხოლო ამ შემთხვევაში ესე იგი ძველი აღთქმის დროს მცხოვრები მორწმუნეები გამართლებულები იყვნენ იმით, რომ ისინი აღიარებდნენ თავის ცოდვილობას და ელოდებოდნენ მხსნელს, აი ამ ცოდვისგან გამომხსნელს და აი ამ რწმენით ისინი გამართლებულები იყვნენ. და უკვე ახალი აღთქმის ეპოქაში ძალიან ცხადად არის ჩაწერილი ბიბლიაში, რომ უკვე ქრისტიანები იწოდებიან წმინდანებად და ეს არ არის რაღაცა თვით განდიდების მანია. დღევანდელობაში ქრისტიანი თუ იტყვის, რომ მე წმინდანი ვარ, ეს არ არის მისი თვით განდიდების მანია და ეს არ არის რაღაცა ხიბლი. ეს არის ის რეალობა, რასაც თვითონ იესო ქრისტე გვასწავლის, რომ უკვე ქრისტიანები არიან შეწყალებულები, გაწმენდილები, ცოდვისგან გამოსყიდულები და ისინი აღარ იწოდებიან ცოდვილად. რაც შეეხება საქართველოს სივრცეში, რასაც საპატრიარქოს ორგანიზაცია მოსახლეობას ასწავლის, ეს არის ყოველად მიუღებელი ქრისტიანობისთვის, დამახინჯებულია მათი სწავლება, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია თავის მრევლს და ზოგადად მოსახლეობას ასწავლის აი ამას, რომ ესე იგი ჩვენ რა ნივთებსაც ვაკეთებთო, ეს ნივთებია წმინდაო და თქვენ ცოდვილები ხართო. ფაქტიურად საპატრიარქოს ორგანიზაცია ქართველ ხალხს და ზოგადად მოსახლეობას ეთნიკურად ქართველი იქნება, ოსი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება თუ ვინც კიდე ის ყოს ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ღმერთის თვალში თითოეული ადამიანი ფასდაუდებელია და ქრისტე თითოეული ადამიანისთვის მოკვდა და აღდგა მკვდრეთით. თითოეულისთვის, ქისტებისთვისაც. ეს უკვე ქისტებზეა დამოკიდებული, აღიარებენ თუ არა იესო ქრისტეს თავიანთ უფლად და მხსნელად თუ არ აღიარებენ კონკრეტული ქისტი თუ არ აღიარებს ეს მისთვის იქნება
ცუდი, დამღუპელი და კონკრეტული ქისტი, წარმოშობით ქისტი, ვინც ამას აღიარებს, იგი შეუერთდება ღვთის წმინდა ერს. ამ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობა თავის თავს ცოდვილად თვლის და ხოლო სიწმინდე გაქვს თავის გარეთ, ამას არავითარი სარგებელი აქვს თვითონ მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ილუზიაშია მოსახლეობა შესული, რომელი ილუზიაც მას ვერ გადაარჩენს და ღმერთამდე ვერ მიიყვანს. მას ეს ილუზიები დააშორებს სამუდამოდ ღმერთს. ბიბლიის ახალი აღთქმის წერილებში, მაგალითად ებრაელ ქრისტიანთათვის გაგზავნილ წერილში, ამ წერილის ავტორი ქრისტიანებს პირდაპირ მოიხსენიებს წმინდანებად, ძმებს უწოდებს და ძმანო წმინდანო, ზეციური ხმობის თანაზიარნო. აი ასე მიმართავს ქრისტიანებს. ესე იგი, ქრისტიანები არიან უკვე წმინდანები და უკვე ცოდვილები არ არიან. თუ კი ამაზე ადამიანი უარს იტყვის და რაღაცა სიწმინდის დანერგვას, ფსევდო სიწმინდის და ილუზიის დანერგვას ისევ გააგრძელებს თავის გარეთ, ის ნივთები მას ვერაფერს უშველიან, სანთელი ვერაფერს უშველის ადამიანს, ხატი ვერაფერს უშველის, ისინი ნივთებია, ღმერთს ჯერ ერთი არც დაუდგენია ესენი და მეორეც ნივთებია ისინი ჩვენი თავის გარეთ არიან. ტაძარიც ნივთია, ჩვენი თავის გარეთ არის, საკურთხეველიც ნივთია, ისიც ჩვენი თავის გარეთ არის და მნიშვნელოვანი ის არის, რომ იესო ქრისტეს ორიგინალი მოძღვრების თანახმად ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს აღიარებს და მიიღებს თავის უფლად და თავის მხსნელად, ესე იგი ცოდვისგან გამომხსნელად, მასში მკვიდრდება თვითონ ქრისტეს სული, თვითონ ქრისტე მკვიდრდება მასში და ქრისტეს ტაძარი ხდება ეს მორწმუნე და თვითონ ქრისტიანია უკვე ღვთის ტაძარი. ვინაიდან მასში დამკვიდრებულია იესო ქრისტე თავისი სულიწმინდის მეშვეობით. აი ეს არის ქრისტეს ორიგინალი მოძღვრება. ორიგინალი მოძღვრების თანახმად ასევე ქრისტიანები უკვე შეწყალებულები არიან და თავის თავს უკვე ცოდვილებად აღარ მიიჩნევენ, ეს ესე იგი ეს არ არის ჩვენი რაღაც აგვიატება, არა. ეს არის თვითონ უფლის წყალობა და მადლი, ესე იგი ეს არის საჩუქარი, რომელიც უფალმა ჩვენ მოგცა. ჩვენი ძალებით ვერ დავბრუნდებოდით ღმერთთან, ჩვენი ძალებით ვერ გამთავისუფლებოდით ცოდვისგან და ეს რო ასე იყო, ამიტომაც მოვიდა უფალი იესო ჩვენს გადასარჩენად, ცოდვილთა სახსნელად მოვიდა ჩვენს, ესე იგი ყველა ცოდვილის სახსნელად და ამ ცოდვილებიდან, ვინც იესო ქრისტე მიიღო და შემოუშვა, იგი გაწმინდავდა და გათავისუფლდა თავისი ცოდვებისაგან. ვინც ეს არ დაიჯერა, ვინც იესო ქრისტეს სასიხარულო ამბავი ცოდვისგან გათავისუფლებაზე, მკვდრეთით აღდგომაზე, მის უფლებაზე არ დაიჯერა, ეს სახარება, ვინც არ დაიჯერა, იგი რჩება თავის ცოდვაში და ეს თავისი ცოდვილობა სამუდამოდ მარადისობაში ღმერთს დააშორებს. ხოლო ღვთის ხალხი ეზიარება იმ აღთქმებს, იმ აღთქმების თანაზიარი იქნება და შეუსრულდება აღთქმები, რომელი აღთქმებიც დადო უფალმა ღმერთმა იესომ თითოეული თავისი მოყვარულის მიმართ. ამიტომაც არის, რომ მოსახლეობამ თავისი პასუხისმგებლობა არ უნდა გადააბაროს ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციას, სიწმინდე არ უნდა გადაიტანოს გარეთ, არამედ უნდა დაემორჩილოს უფლის ბრძანებას, რომელიც ამბობს, რომ წმინდები იყავითო, როგორც მე ვარ წმინდაო. ესე იგი, წმინდები იყავით, როგორც მე ვარ წმინდაო. აი ამას მოუწოდებდა ღმერთი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროს და ახალი აღთქმის დროს, აგერ უკვე იესო ქრისტეს მეშვეობით
შესრულებულია ეს, რომ მისი სისხლის მეშვეობით ჩვენ სამარადისოდ გვეღირსა ცოდვისგან განწმენდა და ვინც ამაზე უარს იტყვის და ისევ იტყვის, რომ მე ქრისტიანი ვარო და თან ცოდვილი ვარო და შესაწყალებელი ვარო და აი უკვე იმ ქრისტიანთათვის არაშესაფერისი ლოცვით ილოცებს, რომელსაც ასწავლის საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომ უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილიო, ეს მისთვის იქნება დამღუპელი, იმიტომ რომ ქრისტიანი უკვე ამ ლოცვით აღარ უნდა ლოცულობდეს, არამედ პირიქით უფალო იესო მადლობა რომ შემიწყალე და გამწმინდე ჩემი ცოდვებისაგან. მადლობა უნდა უთხრათ, აი ეს არის ახალი აღთქმის